როცა 1928 წლიდან საბოლოოდ გადაწყდა, რომ კერძო გლეხურ მეურნეობებს აღარ უნდა ეარსებათ, რა თქმა უნდა, ამას მოყვა ძალიან მძაფრი პროტესტი მოსახლეობისაგან, გლეხებისაგან და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამც თუ შეძლებული გლეხობა, რომელსაც კულაკები ეწოდებოდათ და რომელიც ხელისუფლებამ აღიარა მტრულ კლასად, მტრულ ფენად და ეს კლასი, ეს ფენა საერთოდ ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო. არამედ საშუალო გლეხობაც კი ძალიან მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა კოლექტივიზაციას. ერთადერთი კიდევ ვიმეორებ, რომელი ფენაც ალბათ დიდად მოწინააღმდეგე ამ პროცესისა არ იქნებოდა, ეს იყო ღატაკი გლეხობა, რომელსაც ახლა პრინციპში არც არაფერი ქონდა და თუ ის იქნებოდა მომხმარებელი სახელმწიფოს ხელში გადასული სხვისი ქონებისა, ან დამამუშავებელი და შემდეგ რაღაცას მას მიცემდნენ, როგორც დაქირავებულ მუშას, როგორც წევრს კოლექტიური მეურნეობისა, შეიძლება ახლა ამაზე მაინდა-მაინც დიდი პროტესტი არ გამოეთქვა. სხვებისთვის ეს იყო ძარცვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს იმდენად დიდი იყო რეპრესიები, რომ აი აგერ გვაქვს ეს სტატისტიკა, მარტო 28, 29, 30 წლებში 1 მილიონზე მეტი გლეხური მეურნეობა იქნა განკულაკებული, ანუ განადგურებული. 1 მილიონი მეურნეობა ნიშნავს რამდენიმე მილიონ ადამიანს, რომელიც თქვათ ამ ოჯახის წევრები არიან, ხო? თითო ოჯახი მინიმუმ რამდენიმე ადამიანისაგან შედგება. როგორც გითხარით, კულაკობა გამოცხადა კლასად, რომლის ლიკვიდაციაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კოლექტივიზაცია წარმატებით განეხორციელებინათ. აი წინააღმდეგობის ფაქტები გვაქვს აქ მოყვანილი, მარტო ოფიციალური სტატისტიკით, ეხლა ძალიან ძნელია ბოლომდე ენდო საბჭოთა სტატისტიკას, მაგრამ ნუ მაინც აი გამოთვლებით, გამოკვლევებით 1930 წელს მარტო იანვარ-მარტში, აი 2 თვის განმავლობაში, როცა ეს იძულებითი და დაჩქარებული კოლექტივიზაცია თავის პიკს აღწევს, გლეხთა 2000-მდე შეიარაღებული გამოსვლა იყო. არა 2000 გლეხის, არამედ თითო გამოსვლა რამდენიმე 1000 ადამიანს მოიცავდა მთელს ოლქებს ხშირ შემთხვევაში და პროვინციებს და რეგიონებს 2000 გამოსვლა დაფიქსირდა აი ამ პერიოდში. 37 წელს, ნუ აქ ვიწერია, რომ კოლექტივიზაცია დაასრულდა და მიაქციეთ ყურადღება ამ პროცენტებს. 93% გლეხობისა უკვე 37 წლისთვის კოლექტივის წევრია, რა თქმა უნდა, არანებაყოფლობით, ანუ როგორი მასშტაბი მიუღია გლეხთა ძარცვასა და იძულებას და შეიქმნა აი ამ პერიოდისთვის, შემდეგ ეს რაოდენობა კიდე გაიზარდა, მოსახლეობის რაოდენობის დასთან ერთად 253,700 კოლმეურნეობა საბჭოთა კავშირში. თავს ვერ დავდებ, რამდენად თქვათ ზუსტია სტატისტიკა, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა არის ეს. ანუ წარმოიდგინეთ, რა თითოეული კოლმეურნეობა აი ამ რაოდენობიდან რამდენი გლეხური ოჯახის და საკუთრების მეურნეობის განადგურების, ანუ მიტაცების ხარჯზე შეიქმნა. ახლა თვითონ დაუბრუნდეთ უშუალოდ საქართველოსაც. საქართველო როგორც საბჭოთა რესპუბლიკა, ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენელი ტერიტორია 36 წლამდე, ხოლო შემდეგ როგორც ცალკე რესპუბლიკა, მაგრამ საბოლოო ჯამში შემადგენელი საბჭოთა კავშირისა, რა თქმა უნდა, მაზეც გავრცელდებოდა კოლექტივიზაცია. თავდაპირველად აქაც იგივე სტატისტიკა, ანუ ნდობა ნულია კოლექტივების მიმართ, შინაგანი სურვილი გლეხები მათ საკუთარი ქონება დათმონ, ესეც ბუნებრივია, მაინდამაინც ქართველ გლეხებს ესეთი სურვილი არ იქნებოდათ. 31 წელს, როდესაც უკვე იძულებითი კოლექტივიზაცია დაიწყო, 61%-ია გაწევრიანებული კოლექტივში, ხოლო გლეხობის 10-15%, როგორც მდიდარი გლეხები, ანუ კულაკები, შავ სიაში შეიყვანეს და მათ მიმართ კაცრი რეპრესიები განხორციელდა. იმდენად დიდი იყო აი ეს წინააღმდეგობა
რომლის რაღაც სტატისტიკა ერთი პატარა სულ 2 თვეს რო ეხებოდა თუ 3 თვეს ჩვენ უკვე მოვიყვანეთ რომ აი საბჭოთა კავშირის ბელადი სტალინი ესეთ ფრაზას განაცხადებს წერს საბჭოთა ხელისუფლება ბერძზე ეკიდა. საბჭოთა ასეთი შეფასება მას სამოქალაქო ომის დროს არ გამოუთქვამს. ნუ რა თქმა უნდა საბჭოთა ხელისუფლება ბერძზე ეკიდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც მის საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ერთადერთი აი ეს ამ შეფასებას სტალინი აძლევს იმ მოძრაობას, რომელიც კოლექტივიზაციის წინააღმდეგ აგორდა და მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა. ეს მოძრაობა სასტიკად იქნა ჩახშობილი, მაგრამ მას ისეთი რეზონანსული იყო, რომ ამ წლებში 29-31 წლებში მართლაც ბერძზე ეკიდა საბჭოთა ხელისუფლება. ამ წინააღმდეგობამ გარკვეულწილად აიძულა ხელისუფლება რაღაცნაირ დათმობაზე არ წასულიყო, ანუ კოლექტივიზაციაზე ვარი არ ეთქვა, მაგრამ რაღაცნაირად შეერბილებინა ეს პროცესი და ეღიარებინა, რომ პრინციპში ძალიან გადააჭარბეს. აი მაგალითად ჩვენ ახლა გვაქვს 1933 წელს სტალინის მოხსენებიდან პატარა ფრაგმენტი, თუ ამ ფრაგმენტს გავეცნობით და წავიკითხავთ, კარგად ვხვდებით რაზეა საუბარი. დადგა დრო, წერს სტალინი, როცა კულაკების, ანუ მდიდარი გლეხების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება. ცენტრალურ კომიტეტში კი უკვე შემოსულია განცხადებები, ანუ იმდენი დახოცეს, იმდენი გადაასახლეს, რომ უკვე აღარ არის ეს აქტუალური თემა და ამის მიუხედავად იმ წელს, იმ დღეს, როდესაც თქვათ ეს განცხადება იწერებოდა თუ ეს მიმართვა თუ დადგენილება, შემოსულია ცენტრალურ კომიტეტში განცხადებები 100,000 მეურნეობის, ანუ 100,000 კულაკური მეურნეობის განადგურებისა და აი ამ ადამიანების გადასახლების შესახებ. ზოგ ადგილას აგრძელებს სტალინი, ვისაც ვისი დაპატიმრება უნდა, იმას აპატიმრებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილებზე ჯერ კიდევ ვერ გაიგეს ახალი ეტაპის დადგომა. არ ვასუსტებთ რა ნამდვილი კლასობრივი მტრების წინააღმდეგ ბრძოლას, წინადადებას გაძლევთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ გლეხების ყოველგვარი მასობრივი გადასახლება. ანუ თუ იმას ფიქრობთ, რომ რეალურად მართლა უნდა შეეწყვიტათ და სტალინი ამას მოუწოდებდა, ძალიან ცდებით. ჯერ ერთი არ შეწყვეტილა და მეორე თვითონ სტალინი წერს ამას. გადასახლება დასაშვებია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. უბრალოდ აი ესე აშკარად ნუღარ გადაასახლებთ ყველასო, იმიტომ რომ რეალურად მუშახელის საჭიროა და მე უკვე გამარჯვებულია 33 წელია 31 წელს დახოცეს ბევრი გადაასახლეს 32 წელს უკვე 33 წელი და აღარ არის საჭირო უკვე კოლექტივიზაციის პროცესი იმ ეტაპზეა მისული რომ ასე მასიური განადგურება გლეხების არ არის საჭირო თორე ცალკეულ შემთხვევებში როგორ არ არის დასაშვები იმ მაგალითად იმ მეურნეობების მიმართ რომელთა მეთაურებიც კოლმეურნეობების წინააღმდეგ იბრძვიან ანუ მათ კი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს ჭკუა და ჯერ კიდევ ნებაყოფლობით არ სურთ გაერთიანდნენ ვთქვათ კოლექტივებში. აი მე საინტერესო დირექტივაა, ნახეთ, წინასწარ დგება დაახლოებით რაოდენობა რამდენი უნდა იყოს. დაპატიმრებულთა რამდენი უნდა იყოს დაჟილი და რეპრესირებული. დაპატიმრებულთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400,000. ანუ წინასწარ იცია რომ 400,000 ტერი ალბათ ყავს საბჭოთა ეკონომიკურ პოლიტიკას, ამჟამად კი დაპატიმრებულია 800,000. უნდა განითვირთოს. კულაკები, რომლებსაც მიჟილი აქვს 3-დან 5 წელი, მათ კმაყოფაზე მყოფ პირებთან ერთად გადაიყვანეთ, სადა, სახლში კი არ გაუშვით, შრომით ბანაკებში. იმიტომ რომ იქ რაღაც ახალი სარკინიგზო ხაზი გაიყვანონ და ახალი მაღარო ამოშუშაონ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვთქვი რომ თითქოს რაღაც აღარ არის საჭირო ესეთი რეპრესია და შერბილება იწყება. ეს არის შერბილი, ეს არის კომუნისტური შერბილება. ანუ როდესაც 800,000 აპატიმრებ, გეუბნებიან რომ ძალიან ბევრია და 400,000 დააპატიმრე. თუმცა საიდან იცით წინასწარ რომ 400,000 მტერი ყავს, ნუ კაცმა არ იცის, ეს არის გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. თუ აქამდე გეგმის გადაჭარბება, ანუ 400,000-ის ქცევა 4 მილიონად
შეიძლება ჯილდოს დამსახურების საწინდარი ყოფილიყო, ეხლა ალბათ ცოტა უნდა მოერიდო გეგმის გადაჭარბების შესრულებას, იმიტომ რომ აგერ უმაღლესი ხელისუფლის დადგენილებაა, რომ რაღაც უფრო მოზომილი სახით რეპრესიები გატარდეს და არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც აქამდე ტარდებოდა. ხო, ну ახლა რა თქმა უნდა ვწერთ, რომ უკან დახევა დროებითი მოვლენა იყო, იმიტომ რომ რეპრესიები მაინც არ შემცირებულა და თუ თქვენ გახსოვთ 21 შემეშალოს მე ამ სტატისტიკას 31 წლისთვის 61% იყო კოლმეურნეობაში ქართულ გლეხთა გაერთიანებული, 27 წელს 76% იქნა, რა თქმა უნდა ეს პროცენტები იზრდება იძულების ხარჯზე, ხოლო 42 წელს კოლექტივში გაერთიანებული იყო გლეხობის 92%. აი საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ხა ის გადავჩენია შევაფასოთ. ერთი რა იყო კოლექტივიზაცია, მე მგონი შევაფასეთ. მეორე რა შედეგი გამოიღო მან. იმ დროს, როდესაც ასეთი რეპრესიები ტარდება, იძულებითი შრომა კიდევ შეიძლება, ну, ცუდია რასაც ვთქვა, მაგრამ კიდევ შეიძლება რაღაც შედეგი მოხდეს, იმიტომ რომ თუ არ მუშაობ, საბოტაჟად გეთვლება და თუ მაინდა-მაინც თქვათ, რაღაც გეგმას ვერ ასრულებ კოლექტივის მიერ დაკისრებულს, შეიძლება თავი საპატიმროში წამოყო. ამიტომ პირველ ეტაპზე კოლექტივები წამგებიანი მაინც არ აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკით, იმიტომ რომ ადამიანები დაშინებულნი იმით, რასაც ახლა ჩვენ უსმენთ და ვკითხულობთ, მოდი და ნუ იმუშავებდით, თუნდაც არ ქონოდა რაიმე სტიმული მუშაობისა. მაგრამ როგორც კი აი ეს რეჟიმი ცოტა შერბილდა, როგორც კი რეპრესიები შესუსტდა, მაგალითად 50-იანი წლებიდან, რა თქმა უნდა, კოლექტიური მეურნეობები ყოველგვარ ეფექტიანობას კარგავს, იმიტომ რომ ის არ არის დაფუძნებული სტიმულაციაზე, შრომის სტიმულაციაზე. გლეხი სულაც არ არის დაინტერესებული ბევრი მოხნას, ბევრი დათესოს, ბევრი ოფლიღვაროს იმისთვის, რაშიც წილი მას საერთოდ არ აქვს და რაც არის კოლექტივისა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შრომელი ადამიანები გულახეინად უყურებენ, როგორ ნადგურდება მოსავალი და ასე შემდეგ, არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის სურათი, როცა საბჭოთა კავშირში მიწა და სოფლის მეურნეობა გახდა ძირითადად წამგებიანი. რატომ? იმიტომ რომ კოლმეურნეობები ნაცვლად მოგებისა ზარალზე იდგნენ, თუ ზარალიან მეურნეობებად გადაიქცნენ და თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფო მთელი რიგი კოლექტივები სახელმწიფო დოტაციით, ანუ სახელმწიფო დაფინანსებით არსებობდა უკვე 60-იანი წლებიდან მოყოლებული. ანუ სოფლის მეურნეობას ნაცვლად იმისა, რომ მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში, იქით ჭირდება დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად გამოეცალა ის ნორმალური საწყისი, რაც ადამიანს იმპულსს აძლევს, სტიმულს აძლევს, რომ უკეთესად იმუშაოს და პროდუქცია შექმნას. აი ამით გვინდა ჩვენ ეს ლექცია დავასრულოთ, რომელიც ეხებოდა რაღაც ერთ-ორ მხარეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმისა.